სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებთან დაკავშირებით ქართული ოცნების მიერ მომზადებულ საჩივარს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრიც. საქართველოში იმდინარეობს სიძულვილის კამპანია, სისხლის კამპანია, რაც მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი. ასეთივე კამპანიები ფინანსდება გარედან სხვადასხვა ქვეყანაში, იგივე უნგრეთის არ არის ამ კუთხით გამონაკლისი, აქაც პრობლემაა გარედან დაფინანსებული სიძულვილის და სისხლის კამპანიები, რასაც ჩვენ თოლყურს ვადევნებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ მივცემთ ვერავის იმის საშუალებას, რომ ასეთი კამპანიები წარმატებით დაგეგმონ და განახორციელონ. კიდევ ერთხელ გაიმეორებ, საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილის და სისხლის კამპანიებს. ჩვენ ყველა სამართლებრივ მეთოდს დავუპირისპირებთ ამ პროცესებს, რა თქმა უნდა, სისხლი და სიძულვილი არის ის, რაც უარყოფითად დაისახება, რა თქმა უნდა, ქვეყანაში მოვლენების განვითარებაზე და ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური უფლება სამართლებრივ ჩარჩოებში დაუპირისპირდეთ ამ ხელოვნურად თავსმოხვეულ კამპანიებს. სისხლის და სიძულვილის ადგილი ქართულ საზოგადოებაში არ უნდა იყოს და ჩვენ გვაქვს სამართლებრივი უფლება, რომ დაუპირისპირდეთ მკვეთრად ასეთ პროცესებს.